1147 ამოცანა. რა დროში მიაღწევს სინათლის სხივი მზიდან დედამიწამდე? ტე არის კითხვის ნიშანი. როგორც ვიცით, სინათლის სიჩქარე, ცეთი აღენიშნება, არის დაახლოებით 300,000 კილომეტრი წამში. ხოლო მანძილი მზიდან დედამიწამდე არის დაახლოებით 150 მილიონი კილომეტრი. ამიტომ დრო რა დროშიაც მიაღწევს სინათლის სხივი მზიდან დედამიწამდე იქნება ელი გაყოფილი ტ-ზე, ისა ელი გაყოფილი ც-ზე და ეს იქნება 150 მილიონი კილომეტრი გაყოფილი 300,000 კილომეტრ წამზე. ეს გამოვა, ვიანგარიშოთ, ეს 2-0 დაახლოებით, ესე იგი, ეს იქნება 5-0-0 აი ამდენი წამი. დაახლოებით 500 წამში მიაღწევს. 1152. სინათლის სიჩქარის განსაზღვრისას ფიზოს ისტორიულ ცდაში კბილანა თვალსა და სარკეს შორის მანძილი 8633 მეტრი იყო. ელი მასშტაბი არის 8633. კბილანათა რაოდენობა იმ ბორბალზე იყო 720 კბილანა იყო. სინათლის პირველი ჩაქრობა მოხდა კბილანათვლის 12.67 ჰერცის სიხშირით ბრუნვისას. ესე იგი ნიუ უდრიდა 12.67 წამი მინუს 1. სინათლის სიჩქარის რა მნიშვნელობა მიიღო ფიზომ? C უდრის კითხვის ნიშანს. გვახსოვს, რომ ესე იგი, აი თქვათ აქ არის სადღაც, ერთ მთაზე იყო განლაგებული, ესე იგი ეს კბილანებიანი ბორბალი, რომელიც ბრუნავდა, მეორე მთაზე იყო სარკე განლაგებული, აი აქ იყო სარკე და სხივი მიდიოდა და ერთი მთიდან მეორესკენ და უკან ბრუნდებოდა. ასე რომ სხივის მიერ გავლილი მანძილი S-ი არის, ესე იგი 2 ელის ტოლი. მეორე მხრივ, აი თქვათ რომ დავხატოთ, ესე იგი ეს ბორბალი კბილანებიანი, აი რაღაც ეგეთი სიტუაცია არის. სულ არის, ესე იგი 720 კბილანა. ესე იგი ფაქტიურად ის რა დროში მოხდებოდა სინათლის სხივის წასვლა წამოსვლა. იმ დროში, რა დროშიაც ფაქტიურად, ესე იგი აი ამ მანძილზე, ესე იგი ერთი კბილანის ზომის მანძილზე შემოტრიალდებოდა ბორბალი. ეხლა მოდი ჯერ დავთვალოთ პერიოდი, რა დროშიაც მთელ ბრუნს ასრულებდა ეს ბორბალი. ეს იქნებოდა ერთ შეფარდებული ნიუსთან შეფარდებული, ხო? და ეხლა ეს პერიოდი უნდა გავყოთ, ესე იგი რამდენი კბილანა და ჭრილი არის, ესე იგი კბილანა და ჭრილის რაოდენობა, მოდით ეს აღვნიშნოთ n პირველით. ეს არის 2 n-ის ტოლი. ასე რომ დრო, რაც ჭირდება სინათლის სხივს, რომ ამ ორ მთებს შორის გავიდეს, ერთ ღრეჭოში გაძვრეს და მერე მომდევნო ღრეჭოში გამოვიდეს, ეს იქნებოდა ესე იგი ეს პერიოდი გაყოფილი 2 n-ზე, ანუ ესე იგი n-ზე. მასადამე სინათლის სიჩქარე, რომელსაც მიიღებდა ფიზო, ეს იყო 2 ელი შეფარდებული, ესე იგი t გაყოფილი 2 n-ზე, ეს ზევითავა და გვექნება
4ln გაყოფილი პერიოდზე და ერთი გაყოფილი პერიოდზე ეს არის სიხშირე. ამიტომ 4ln ნუ. ასე რომ საბოლოო პასუხი არის ეგეთი. 4ln ნუ. აი ამ ფორმულით უნდა ვისარგებლოთ. ნუ 59-ში კორნელის ცდა არის მოყვანილი ეს არ განიხილება ესე იგი სკოლის სახელმძღვანელოებში, ამიტომ მაგას გამოტოვებ. 1150 ამოცანა. გამოთვალეთ სინათლის სიჩქარე წყალსა და მინაში თუ იცით სინათლის სიჩქარე ვაკუუმში. ნუ სინათლის სიჩქარე ვაკუუმში თუ C არის მოცემულ გარემოში იქნება V, რომელიც არის C გაყოფილი N-ზე, სადაც N არის გარდატეხვის აბსოლუტური მაჩვენებელი. ამიტომ ესე იგი თუ წყალში გვინდა სიჩქარე N წყალში იქნება C გაყოფილი N წყალზე, ხოლო თუ გვინდა მინაში N მინაში იქნება C გაყოფილი N მინაზე. რხევის რა სიხშირეები შეესაბამება ხილული სპექტრის განაპირა წითელს და განაპირა იისფერ სხივებს. ეს არის 1151. ესე იგი ნუ წითლისა უпростоროდ ლამბდა წითელის ესე იგი ტალღის სიგრძე არის ესე იგი 0.76 მიკრონი არის 0.76 10 მინუს მე-6 ხარისხად მეტრი. ხოლო ნუ იისფერისა არის ესე იგი 0.4 მიკრონი. ეს არის 0.4 10 მინუს 6 ხარისხად მეტრი. და გუკითხებიან შესაბამის სიხშირეებს. ნუ კავშირი სინათლის სიჩქარეს სიხშირესა და ტალღის სიგრძეს შორის არის ეგეთი. C არის ლამბდა ნუ. აქედან ნუს ვიპოვით როგორც C შეფარდებული ლამბდაზე. აი ამ ფორმულით შეგვიძლია ვისარგებლოთ. კარგი, შემდეგი ამოცანა. 1152. 600 ტერაჰერცის სიხშირის მონოქრომატული გამოსხივების რამდენი ტალღის სიგრძე მოთავსდება 1 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე. ესე იგი, სიხშირე ნუ არის 600 ტერაჰერცი. ესე იგი, ეს არის 600 10-ის მე-12 ხარისხად ჰერცი. და L არის 1 მეტრი და რამდენი ტალღის სიგრძე მოთავსდება აქაო. N იქნება კითხვის ნიშანი. ნუ ისე ვთქვათ სინათლის სიჩქარე ეს არის ლამბდა გამრავლებული ნუზე. ლამბდა აქედან იქნება C შეფარდებული ნუსთან და ეს რაოდენობა რამდენი მოთავსდება იქნება L შეფარდებული ლამბდასთან. ანუ N-ისთვის მივიღებთ ფორმულას L ნუ L ნუ შეფარდებული C-სთან. აი ესეთი ფორმულა მივიღეთ. 1153. იპოვეთ სინათლის სიჩქარე წყალში თუ 440 ტერაჰერცის სიხშირის ტალღის სიგრძე 0.51 მიკრომეტრია. სიხშირე ნუ არის 440 ტერაჰერცი. ანუ 440 10-ის მე-12 ხარისხად ჰერცი. ტალღის სიგრძე ლამბდა არის 0.51 მიკრომეტრი. 0.51
10-6 ხარისხად მეტრი. და შესაბამისად ამ სიდიდეებიდან სინათლის სიჩქარე უნდა გამოვთვალოთ. C იქნება ლამბდა ნიუ, აი ამ ფორმულით გამოვთვალეთ. წყალი 1154. წყლის გარდატეხის მაჩვენებელი სინათლისთვის, რომლის ტალღის სიგრძე ვაკუუმში 0,56 მიკრომეტრია, არის 1,329, ხოლო 0,4 მიკრომეტრი ტალღის სიგრძის სინათლისთვის 1,354, რომელი მათგანის სიჩქარე წყალში მეტია. ჩავწეროთ მონაცემები, ესე იგი ლამბდა 1 არის 0,76 მიკრომეტრი. იცით ახლა ეს უკვე როგორ გადაიყვანოთ. გარდატეხის მაჩვენებელი არის 1,329. ხო და თუ ლამბდა 2 არის 0,4 მიკრომეტრი, გარდატეხის მაჩვენებელი არის 1,354. რომლის სიჩქარე არის მეტი, ესე იგი V1-ის V2-თან შეფარდებას გთხოვენ. V ზოგადად, ვაკუუმში C არის ლამბდა ნიუ, თან ერთი გარემოდან მეორე გარემოში გადასვლისას სიხშირე არ იცვლება, ამიტომ მოცემულ გარემოში V ეგ არის C შეფარდებული N-ზე. მასალამე შეგვიძლია დავწეროთ, რომ V პირველი ეს არის ლამბდა 1 ნიუ შეფარდებული N1-ზე, ხოლო V2 არის ლამბდა 2 ნიუ შეფარდებული N2-ზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სიხშირე არ იცვლება. V1-ის შეფარდებული V2-თან იქნება ლამბდა 1 ლამბდა 2-თან N2 N1. აი აქედან დავითვლით, რომელ გარემოში სიჩქარე იქნება მეტი, რომელში ნაკლები. ხო, ახლა 1155. წყალი განათებულია წითელი სინათლით, რომლის ტალღის სიგრძე ჰაერში 0,7 მიკრომეტრია. იპოვეთ ტალღის სიგრძე წყალში, რომელ ფერს დაინახავს ადამიანი წყალში თვალის გახელვისას. ესე იგი, ხო, ეს ლამბდა არის ჰაერში მოცემული ტალღის სიგრძე. ესე იგი, ლამბდა ჰაერში არის 0,7 მიკრომეტრი. წყლის გარდატეხის მაჩვენებელი ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ცხრილში. ხო და ესე იგი, როდესაც წყალში შევა, ესე იგი, მისი ტალღის სიგრძე შეიცვლება. ლამბდა წყალში, შეგვიძლია ვიპოვოთ, ესე იგი, აქედან. ლამბდა წყალში იქნება ლამბდა ჰაერში ან ვაკუუმში შეფარდებული N-ზე. და მე ცხრილიდან ვნახავთ, ესე იგი, ესეთი ლამბდა რა ფერის სინათლეს შეესაბამება. ათას 1156. მოცემული სინათლისთვის ტალღის სიგრძე წყალში 0,46 მიკრომეტრია, რას უდრის ტალღის სიგრძე ჰაერში. ლამბდა წყალში არის, ესე იგი, 0,46 მიკრომეტრი, ხოლო ლამბდა ჰაერში არის კითხვის ნიშანი. ახლა აქ იგივე ფორმულით ვისარგებლებთ, ლამბდა წყალში არის ლამბდა ჰაერში შეფარდებული N-ზე და აქედან ლამბდა ჰაერში იქნება N-ჯერ ლამბდა
წყალში, სადაც n არის წყლის გარდატეხვის მაჩვენებელი. $1147. მინაში წითელი სინათლის გარდატეხის მაჩვენებელი არის 1.66. ესე იგი n არის ესე იგი 1.6454 ნუ ეს n1, ხოლო n2 არის 1.6852. იპოვეთ გარდატეხის კუთხეთა სხვაობა მოცემული მინისათვის თუ დაცემის კუთხე 80 გრადუსია, ესე იგი ალფა არის 80 გრადუსი. ნუ ახლა გვეკითხებიან ბეტა1 და ბეტა2 რისი ტოლი არის. ნუ დავწეროთ გარდატეხის კანონი, სინუს ალფა სინუს ბეტაზე ეს არის n-ის ტოლი. ნუ ამას დავწერთ, ესე იგი სინუს ალფა სინუს ბეტა1 არის n1, ეს პირველი გარემოში თუ მოხდება გარდატეხვა, სინუს ალფა სინუს, უпростоრად პირველი გარემოში კი არა, პირველი ტიპის სინათლისთვის. სინუს ბეტა2 არის n2, ესე იგი n1 და n2 ეს არის გარდატეხის მაჩვენებელი სხვადასხვა ტალღის სიგრძის სინათლეებისთვის. აქედან სინუს ბეტა1 იქნება სინუს 80 გრადუსი შეფარდებული n1-ზე და აქედან ბეტა1 არის arc სინუს 80 გრადუსისა n1-ზე, ხოლო მეორე სინათლისთვის ბეტა2 იქნება arc სინუს 80 გრადუსი შეფარდებული n2-ზე.